ესპანეთმა რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემა შეაჩერა, გერმანიამ კი გაცემის წესი გაამკაცრა. მოსკოვში გერმანიის საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოღებულია უფრო მკაცრი კრიტერიუმები. კერძოდ, რუსი განცხადებლები, რომლებსაც არ აქვთ მოგზაურობის დამაჯერებელი მიზეზი, მზად უნდა იყვნენ განაცხადის განხილვის უფრო ხანგრძლივი პროცედურებისთვის. ლენინგრადის ოლქის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრზე მეტი მანძილიდან განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აღწელებს. ქარხანა რუსეთში სიდიდით მეორეა და წელიწადში 20 მილიონ ტონაზე მეტ საწვავს გადაამუშავებს. პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის გახსნასთან დაკავშირებით პროკურორის განცხადებას განმარტავს. ზოგადად iPhone-ის მოდელის ტელეფონები შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას, წერს უწყება. მათივე ინფორმაციით ხაბეიშვილის მობილურის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის დანიშნული. თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერები, პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზლები და მჭიდები ამოიღეს. დაკავებულია 7 ადამიანი, რომლებსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შეიარაღება მათ პირადი ავტომობილებისა და სახლების ჩხრეკის შედეგად აღმოუჩინეს.